ჩემი ძმა გიორგი წერდა პირდაპირ რა თქვა პატრიარქმა უკვე 1992 წლის მოვლენების შემდგომ ამბავზე, როდესაც პატრიარქმა უთხრა, რომ მას პრაქტიკულად ადევნებდნენ თვალყურს გარკვეული ძალები და ისინი ცდილობდნენ, რაღაცნაირად ცდილობდნენ, რომ დავეჭირე ზვიადის მიმართ ჩემს სიმპათიებშიო და ისინი მზად იყვნენ, რომ ჩემთვის ფიზიკურადაც გაესწორებინათ ანგარიშიო. აი ესე მითხრაო, რომ ისინი ფიზიკურადაც გამისწორებდნენ ანგარიშს. ისინი ეს ძალები, დიახ, აი ეს ძალიან ისეთი ბნელი ძალები, როგორც ჩანს, რომლებიც იმართებოდნენ ქვეყნის გარედან. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წერილი მართლმადიდებელ მეგობარს. ძვირფასო მეგობარო, შენს მიერ დასმული შეკითხვა ჩემი მოძღვრის შესახებ კანონზომიერია, მაგრამ ჩვენი ეკლესიის განადგურების ბრწყინვალე მაგალითია ჩემს მიერ მოძღვრის ძიება დღევანდელ ქართულ ეკლესიაში და მისი ვერპოვნა. თავდაპირველი ჩემი მოძღვარი იყო კალისტრატე კათალიკოსი ცინცაძე. მან შთამინერგა და განმიმტკიცა რწმენა. მანვე მომნათლა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ სამწუხაროდ მე საქართველოს ეკლესიაში ნამდვილი მოძღვარი ვეღარ ვიპოვნე. უწინ მე აღსარებას ვაბარებდი ორ მოძღვარს და ზიარებას ვიღებდი პახუმ ობოლაძისგან და შიო თურქაძისგან. მაგრამ მათ ჩემს მოძღვრებს ვერ დავარქმევდი. შემდეგ, როდესაც მივაღწიეთ შიოლაშვილის გაპატრიარქებას და კერატიშვილის განკვეთას, ვიფიქრე, ახლა მაინც ვნახავ მეთქი ჭეშმარიტ მოძღვრებს საქართველოს ეკლესიაში. მაგრამ ჰოი საკვირველებავ, შიოლაშვილმა სუკის აგენტი მოძღვრები შემოიკრიბა და რამდენიმე ჭეშმარიტი მოძღვარი ჩამოიცილა. მიტროპოლიტი შიო, მამა გიორგი ოდიშვილი, მამა არჩილი და სხვები. ვერც ერთი მღვდელი ვერ ბედავდა გამხდარიყო ჩემი მოძღვარი. ალბათ სიკვდილის შიშით. ხშირი იყო ტერორის შემთხვევები. ერთადერთი იყო მამა გაბრიელი, სალოსი გოდერძი ურგებაძე, რომელიც ბედავდა ჩემთან საუბარს, ვინაიდან სიკვდილის არ ეშინოდა, მაგრამ მოძღვრობა მას არ შეეძლო. მან ერთადერთმა გაბედა მოენათლა ჩემი ერთი თვის ვაჟი ცოტნე 1976 წელს. სუკის შერისხება შვილებზეც ვრცელდებოდა. ისიც თავის ბინაში, სადაც მას ეკლესია ჰქონდა მოწყობილი. სხვა ყველა სამღვდელო პირმა სუკისა და კერატიშვილის შიშით შვილის მონათვლაზე უარი მითხრა. ამასობაში ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ წამალაძემ თავად შემომთავაზა მოძღვრობა 1980 წელს. მაგრამ ჩვენი ნაცნობობის ერთი წლის შემდეგ სამწუხაროდ დავასკვენი, რომ იგი უფრო ბაპტისტი იყო და არა მართლმადიდებელი. პატრიარქი ილია მეორე სუკის მითითებით წარმართავდა ჩემთან ურთიერთობას. იგი მე არასოდეს მღებულობდა. ყოველნაირად ცდილობდა ჩემს გაძევებას სიონის მრევლიდან. ვინაიდან მე ვამხელდი სუკის მოქმედებას ეკლესიაში და მის კოლაბორაციონიზმს. იმ ხანად დიდი სახელი გაუვარდა ერთ-ერთი რუსული ტაძრის, ალექსანდრე ნეველის ეკლესიის მოძღვარს რაფაელს. რახან ქართველ მოძღვრებში ვერავინ ბედავდა ჩემს ზიარებას, 1984 წელს მიუმართე ზემოთხსენებულ პიროვნებას. მაგრამ მისგანაც უარი მივიღე. მან მაგრძნობინა, რომ თუ მე არ დავანებებდი თავს დისიდენტურ მოღვაწეობას, იგი ვერ გახდებოდა ჩემი მოძღვარი და ვერ მომცემდა ზიარებას. ასე რომ 1979-1987 წლებში ზიარებაც კი აკრძალული მქონდა. როდესაც ამირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ, მოძღვრად გამომეცხადა ერთი მღვდელი, მაგრამ მისი მოძღვრობა იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი განუწყვეტლივ შემოდიოდა ჩემთან სათხოვრებით, თავისთვის და თავისი ნათესავებისთვის. გამორჩენის გარდა არაფერზე ფიქრობდა. მე კი კვლავ უმოძღვროდ ვიყავი. აღსარებას კი სვეტი ცხოვლის და მეტეხის მღვდლებთან ვაბარებდი.
და ზიარებასაც მათგან ვიღებდი. მამა არჩილი კი პატრიარქის მხრივ მუდმივ შანტაჟს და ტერორიზებას განიცდიდა და ამადაც არ მსურდა მისთვის დამეკისრებინა მოძღვრის ფუნქცია. ცალკე აღნიშნვის ღირსია ბერი მამა იოანე, რომელიც იმხანად შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი იყო. ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარდა, მაგრამ ისიც პატრიარქის საგანგებო მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც მოძღვრად გახდომის შემთხვევაში მასაც განსაკუთრებული საფრთხის წინაშე ვაყენებდი. სუკის მიერ ჩვენი ეკლესიის სრულმა და საყოველთაო ოკუპირებამ მაიძულა სხვა მართლმადებლურ ეკლესიებში მეძებნა მოძღვრები. ერთ-ერთი ასეთი იყო რუსეთის ეკლესიის მღვდელი მამა გლები იაკუნინი, დისიდენტი, სუკის მიერ დევნილი, რომელმაც მრავალი სამღვდელო პირი ამხილა სუკთან თანამშრომლობისათვის. მე მას ვთხოვე ზიარება 1978 წელს, როცა დაღესტანში გადამასახლეს და ასევე 1992 წელს ჩეჩნეთში გაძევებულმა. დღეს ისიც გამირბის, ალბათ სიკვდილის ეშინია ქრისტიანს ბრჭყალებში. საქართველოს ეკლესია გაანადგურა რუსეთის სუკმა და ეშმაკეულმა შევარდნაძემ. მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა რაღაც გამოსავალი უნდა იპოვონ. თავგანწირვაში უნდა მიუბაძოთ პირველ ქრისტიანებს. ზვიად გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი 1993 წელი 25 ივლისი. არის ყველაზე ისეთი დიდებული წამი. თელი არის ერთი სურვილი დამთავრებული. კულმინაციამ პიქს 14 სექტემბრის საღამოს მიაღწია, როდესაც მოედანზე შეკრებილმა ხალხმა სახელმწიფო მეთაურს დაუჩოქა, რათა თანამდებობიდან არ გადამდგარიყო. შევარდნაძე თანამდებობაზე დარჩა. მთელი საქართველო ღელავს, ამიტომ მე უფლება მაქვს, როგორც საქართველოს სულიერ მამას და პირადად თქვენ სულიერ მამას მოგცეთ ლოცვა კურთხევა, რომ მთელ საქართველოს განუცხადოთ, რომ თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეთაური. კარგად იღავით და ხმა ღვთისა და ხმა ერისა. არც ერთი ქართველი არ უნდა დავანებოთ კრემლის დადანას. ყველა ჩვენ ბანაკში უნდა გადმოვიყვანოთ, ყველა ჩვენთან უნდა დადგეს, ყველა ქართველი შვიდობიანად, ერთი კაცროლის გარეშე, ერთი წყვილის გარეშე, შვიდობიანად მივიდეთ
უნდა მოსკოვოს მათ იარაღის დაყრა. თქვენო უწმიდისობა, ამ კრიტიკულ ჟამს თქვენი ქვეყნის ისტორიაში რა იმედი არსებობს იმისა, რომ სამოქალაქო ომი თავიდან იქნება აცილებული? ყოველად დაუშვებელია, რომ სამოქალაქო ომი იყოს. ოპოზიციაც და დღევანდელი მთავრობაც წინა პერიოდში ერთად იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისათვის. და მე მინდა თქვა ერთ მხარეზეც და მეორე მხარეზეც, რომ მათ ძალიან ბევრი გააკეთეს საქართველოს თავისუფლებისათვის. და დღეს, როცა ასეთი გაუგებრობა შეიქმნა, ეს მეტყველებს იმის შესახებ, რომ რაღაც გვაკლია ჩვენ, რაღაც გამოცდილება გვაკლია. აუცილებელია დემოკრატიული პრინციპები იყოს დაცული. მე მოვინახულე პატრიარქი. მან მითხრა, რომ იგი ცდილობს მოარიგოს ოპოზიცია და მთავრობა. დიახ, მაგრამ პატრიარქს უნდა კონდეს გამოკვეთილი პოზიცია. მაშინ, როცა შეიარაღებული კრიმინალისტები იბრძვიან კანონიერი მთავრობის წინააღმდეგ, არჩეული მთავრობის წინააღმდეგ, ეს არის პუტჩი. ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ნამდვილი პუტჩი. პატრიარქი კი ამას არ ამბობს. ის ლაპარაკობს შერიგებაზე და რაღაც ბუნდოვანი ფრაზებით გამოდის. 1990 წლის ოქტომბერში საქართველოში ისტორიული მოვლენა მოხდა. არჩევნებში პოლიტიკურმა ბლოკმა რგვალმა მაგიდამ გაიმარჯვა და ხელისუფლებაში მოვიდა. კომუნისტური მმართველობა საქართველოში დასრულდა. მინდა მოგილოცოთ ეს ისტორიული დღე და მე მინდა გადმოვცეთ ბიბლია, წიგნი ცხოვრებისა, რომელიც იქნება თქვენი ფარველი. და ამასთან ერთად მე მინდა გადმოვცეთ ხატი აღდგომისა, რომელიც ჩამოტანილია იერუსალიმიდან და ნაკურთხია უფლის საფლავზე. და ეს არის სიმბოლური ხატი აღდგომისა, უფლის აღდგომისა, რომელიც მოასწავებს საქართველოს აღდგომას, სულიერ აღდგომას. ღმერთმა დაგლოცოთ და გადაცლიეროთ. ჩვენთან არს ღმერთი. ეროვნულ გამოთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის და პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდია სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს დღეს სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას კათოლიკოს პატრიარქი უძღვებოდა. ილია მეორემ ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებითაც მიმართა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობასა და ცხოვრებაზე ისაუბრა. ძიმეა მისი ჯვარი, მაგრამ ღვთისმადლით მან ბევრი სიკეთე გააკეთა საქართველოში ჩვენი ერისათვის, განაცხადა ილია მეორემ.